Გავწადი. მარია. გავწადი და დავიწყოთ. დღეს 2026 წლის 12 იანვარს მისი ყურადღება სამღვდელო ესობის მარგალისა და ოვესის ეპისკოპოს მეფე მელქისედეკს შეუსრულდა 11 წელი, რაც ეპარქიაში ბრძანდება მისი უწმინდესობის მიერ დადგენილი. ამ დღესთან დაკავშირებით მეფე მელქისედეკმა გადაწყვიტა, რომ ორ მუნიციპალიტეტში, რომელიც მოიცავს ჩვენს ეპარქიას, სესტაფონსა და ხარაგაულში სათნოების სახლში და სესტაფონში მერაბ გორდეზიანის სახელობის კათარზისში ბენეფიციარებს გაუმასმენდეს და მოწყალება გასცეს. ეს სესტაფონში ტრადიციული არის, მოგზანდება ხოლმე მეუფე და თვითონ არის მასმენძელი ამ ბენეფიციარებისა. ამ დღეს ვილოცავთ მეუფეს ჩვენ ეპარქიაში მობრძანებას და უსურვებთ მას მრავალჟამიერ მეუფებას და მის მომფარვეს შეფარებული ჩვენ ეპარქია მრავალჟამიერ მრავალსაწელსა ყოფილიყოს. ვისარგებლებ ტელევიზია არგოს ეთერით და მინდა მიულოცოთ ჩვენს მღვდელმთავარს მეუფე მელქისედეკს ჩვენს ეპარქიაში დადგინების 11 წლისთავი. ვიშენ ფიქრობდი და გადავხედე ჩამონათვალს 22 ეკლესია აშენდა და იკურთხა მეუფე მელქისედეკის ჩამობრძანების შემდეგ ეპარქიაში. რამოდენიმე სასულიერო პირი ეკურთხა და მოღვაწეობს სხვადასხვა სოფლებში, ქალაქში და გამშვენდა ჩვენი ეპარქია როგორც სულიერი თვალსაზრისით, ასევე სხვადასხვა საკითხებით, რომელიც აქტუალური იყო ჩვენ ეპარქიაში. ერთ-ერთი საკითხი ასევე ის არის, რომ მეუფე ამ წლების განმავლობაში არ ივიწყებს სოციალურ დაუცველფენებს და მათთან სტუმრობს, მათ სხვადასხვა ღონისძიებით ეხმარება, ტრაპეზულს უზადებს, როგორც დღეს კათარზისში, სესტაფონში და ხარაგაულში, სათნოების სახლში და როგორც მღვდელმთავარი ზრუნავს თავის ეპარქიაზე, ასე მინდა რომ ვისარგებლო რომ დავლოცო მეუფე უსურვო ჯანმრთელობა, დიდხანსიცოცხლე და მის მღვდელმთავრობა არ მოშალოს მართვა ჩვენს ეპარქიაში. საკმაოდ სასიხარულო და ბედნიერი ფუსფუსი არის კათარზისში, რადგან სტუმრად იმყოფება ჩვენი მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე მელქისედეკი. მას 11 წელი შეუსრულდა, რაც მმართველობაში დაინიშნა. მას შემდეგ მართლაც დაეტყო ჩვენს ქალაქს, რაიონს, მოსახლეობას მისი მობრძანება და ეს იმით აისახება, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაადგა ქრისტეს გზას, ძალიან ბევრი ადამიანები შეემატა მის მრევლს და ეს ნამდვილად სასიხარულოა და მისასალმებელია. დღეს მეუფე ამ დღესთან დაკავშირებით თავის სამეუფეო ტრაპეზით უმასპინძდება ჩვენს ბენეფიციარებს და ეს წელიწადში რამოდენიმეჯერ ხდება და ეს უკვე ტრადიციათაც ჩამოყალიბდა ჩვენთან და განსაკუთრებული მენიუთი, რა თქმა უნდა, თავისი ხორცის კერძით და ტკბილეულით გავანებივრეთ დღეს ბენეფიციარები. თავისივე ხელით მოემსახურა დღეს ბენეფიციარებს, ამასაც ხაზგასმით აღნიშნავ, რომ ეს მას დიდ ბედნიერებას ანიჭებს და ამით კიდევ აისახება მისი პიროვნულობა და მისი თავდაბლობა და მოკლედ მე მოხარული ვარ მთელი გულით და სულით ულოცავ ჩემს კოლექტივთან, ჩემს ბენეფიციარებთან ერთად მეუფეს ამ ლამაზ დღეს და უსურვებ, რომ კიდევ მრავალი ათწლეულები აეთვალოს ეპარქიის მმართველობაში. ვისარგებლებ შემთხვევით და მიულოცავ შობა ახალ წლებს ჩვენს ბენეფიციარებს, ჩვენს თანამოქალაქეებს და სრულიად საქართველოს და უსურვებ ჩვენს ხალხს, რომ ბედნიერი წელი დაგვიდგეს, მშვიდობიანი წელი დაგვიდგეს და უფლის მფარველობა არ მოკლებოდეს ჩვენ ქვეყანას. ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მას სასჯელის სახით და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრ საქართველოს კონსტიტუციის 194 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი
საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჭხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა. ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა. ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. თუ გვინდა რომ ავტოავარიების შემთხვევები მინიმუმამდე დავიყვანოთ, ავტომანქანების საჭესთან უცოდინარი მძღოლები არ უნდა დავსვათ. გვეუბნება ავტოსკოლა 21 საუკუნის ხელმძღვანელი. დავით ხაჭაპურიძის თქმით, ქვეყანაში ავტოავარიების საგანგაშო სტატისტიკის ძირითადი მიზეზი სწორედ მძღოლთა უცოდინრობასა და დაუდევრობას უკავშირდება. მისი თქმით, გზაზე მოძრაობისას მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ადამიანების ბედს განსაზღვრავს. მეტიც, წამიერი შეცდომა შეიძლება გამოუსწორებელ დანაშაულად იქცეს. მე ვფიქრობ, ამის მიზეზი ის არის, რომ მძღოლებს შორის არის ნაკლები განათლება უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მოძრაობენ გადაჭარბებული სიჩქარე, პირველი ინტერი არის სიჩქარე, მაღალი სიჩქარით მოძრაობა. მეორე ინტერი არის არასწორი მანევრირებები და ეს ყველაფერი გამოწვეულია იმიდან, რომ არიან თვითნასწავლი მძღოლები კიდევ. იყო სამწუხაროდ 90-იან წლებში ხანა ისეთი, სადაც დაბადების დღეებზე ჩუქნიდნენ ერთმანეთს მართვის მოწმობებს. ეს მძღოლები უკვე დღეს მართლმოწმობები აქვს ჩვეულებრივად და მათ უფლება აქვს იმოძრავონ ქუჩაში და მათ რასაც უსაფრთხოება ქვია ამ წესებს ნაკლებად იცავენ. ქუჩაში გადატანილი გამოცდები უკვე მომავალის პერსპექტივა მომავალ მძღოლებზეა საუბარი აქ. დღეს სამწუხაროდ არის ისეთი მძღოლები კიდევ ქუჩაში, რომელსაც ავტოსკოლას ადარულია ისე ჩააბარეს აი დღეს მართვის მოწმობა, ხო? ქუჩაში მათ მასწავლებელთან ერთად პროფესიონალთან ერთად არულიათ ქუჩაში. თვითნასწავლები არიან და ამიტომ ალბათ დაჭირდება წლები. ეხლა კი მიუხედავად იმისა დღეს პრაქტიკა ქალაქში ბარდება, მაგრამ რამოდენიმე 10 წელი მაინც დაჭირდება სავარაუდოდ, რომ ეს მძღოლების, ის ძველი მძღოლები ასე რომ ვთქვათ, გადავიდნენ მეორე პლანზე უკვე და აჯობოს ახალბედა მძღოლებმა. ხშირად მყავს მოსწავლე რომ იჯენიან საჭესთან, დასაშვების სიგარე 50. მიყავს 50, მე ხო ვერ შეიძლება მოძრაობა. კვადგებიან უკან და გვაძლევენ სიგნალებს, გვეჩქარება, გაგვიშვით. ანუ მოძრაობენ მაღალი სიჩქარით. და სამწუხაროდ საგზაო ინფრასტრუქტურაც არ იძლევა ამის საშუალებას. სიჩქარის გადაჭარბება, დისტანციის დაუცველობა, ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა, ავტომანქანის ნასვა მდგომარეობაში მართვა, მოხვევის მანევრის დარღვევა და სხვა ფაქტორები ტრაგიკული შემთხვევების რისკებს ზრდის და ქვეითად მოსიარულეთა უმეტესობაც, რომლებიც სპექტრმა სხვადასხვა დროს ქუჩაში შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხა, სწორედ ამაზე საუბრობს. მათივე თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქვეითებსაც, რომლებმაც ასევე უნდა დაიცვან მოძრაობის წესები. გაუფრთხილებლობით, მაინც კანონის დაუმორჩილებლობით და უყურადღებობით. ძირითადად ალბათ ამის გამო მაინც ხდება ეს ავარიები. ჩანს კიდევაც როცა სადაც უნდა დაუთმოს ერთმა ავტომანქანამ მეორე მძღოლს, არ უთმობენ გზას და ეს ყველაფერი იწვევს ასეთ უბედურ შემთხვევებს. ზოგი საერთოდ ტრაგიკულად თავდება. საკუთრებული კონტროლი საჭირო, როდესაც მართვის მოწმობებს იღებენ. აქ იყოს განსაკუთრებული ყურადღება მიქცეული, რომ არ მოხდეს ამე გაპარვა ისეთი, რომ უცოდინარი არ დაჯდეს მანქანას. ხალი მძღოლის საჭესთან სასტიკად აკრძალულია. მაგარი ყველაზე მიუღებელი მოქმედება, იმიტომ რომ აუბედურებენ ძალიან ბევრ ოჯახებს, ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით, რომ ძალიან ფატალურად ბრუნდება, ამიტომ მეტად უნდა გამკაცრდეს კანონი მთვრალი მძღოლების შესახებ და ამდენი არც მსხვერპლი იქნება, არც გაუბედურებული ოჯახები იქნება და მარტო მძღოლს რომ მოვკისროთ, მოვთხოვოთ პასუხისმგებლობას, ჩვენც უნდა ყველაფერში, ჩვენც ადამიანებმა უნდა ვიყოთ უზრუნველყოფა, რომ ჩვენც ვიყოთ ყველაფერში პასუხისმგებელის. მე არასოდეს არ დამირღვევია, მით უმეტეს ყოველთვის უთითებს სხვასაც, რომ იყოს შედგენობის ქვეშ კონდეს ყველაფერი. საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დაიღუპა 345 და დაშავდა 6041 პირი. დაფიქსირებული ავტომობილის ქვეითად მოსიარულეზე შეჯახების 1385 ფაქტი, რის შედეგადაც 112 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 1248. მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით მოტოციკლეტით მოძრავი 20 ახალგაზრდა დაიღუპა და დაშავდა 713 მოტოციკლის მძღოლი. რიგში თქვენს გილოცავთ შობა ახალ წელს და მინდა ზესტაფონელებს მიულოცო შობა ახალი წელი და წარმატებული მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება უსურვო. ჩვენთვის სამუსიკო სკოლისთვის მე ვთვლი თუ არ ჩამომერთმევა რომ ეს ცოტა ისეთი განცხადება რომ წარმატებული იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა
საინტერესო მოსწავლემ წარმოაჩინა თავი. ბევრი წარმატებები ჰქონდა. მათ შორის იყო საერთაშორისო კონკურსები, რესპუბლიკური კონკურსები, რომლებშიც პირველი ადგილის გარეშე თითქმის არ წამოსულვართ. ეს იყო ბალანჩივაძის სახელობის საერთაშორისო კონკურსი ქუთაისში, ამირეჯიბის სახელობის კონკურსი ბორჯომში. და ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც ის იყო, რომ საზღვარგარეთ ვიღავით წასული, ანდორაში ტარდებოდა საერთაშორისო კონკურსი, სადაც უცხოელებიც და ჩვენი ბავშვებიც მონაწილეობდნენ და თავთავიანთ კატეგორიაში ჩვენმა წარდგენილმა მოსწავლეებმა ძალიან გვასახელეს პირველი ადგილი აიღეს. ესე რომ ამიტომ კმაყოფილი ვარ 2025 წლის ბევრი კიდე საინტერესო კონცერტები გქონდა ბევრი ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა და მე მადლობა მინდა უთხრა პედაგოგებს და მოსწავლეებს იმ შრომისთვის, რაც გაწიეს, იმიტომ რომ უშრომელად ეს შედეგი არიდება და დიდი იმედი მაქვს, რომ 2026 წელში გავაგრძელებთ ასევე წარმატებით და კიდევ უფრო მეტი შედეგები გვექნება და ვასახელებთ ზესტაფონს.